თუ იქნება საშუალება, რა თქმა უნდა, დიდი სურვილი მექნება, რომ ხვიჩა კვარაცხელიას ყავდეს ყველაზე საუკეთესო ავტომობილი. მე თანახმოვარ რომ თვითფრინავიც ყავდეს. რა თქმა უნდა. მამარდასაც ყავდეს. მამარდასაც ყავდეს. მიქაუტაძესაც ყავდეს, ბუდუსაც ყავდეს, სულ ყველას ყავდეს თვითფრინავი თითო კიტეიშვილსაც. რატო არ უნდა ყავდეს? რატო არ უნდა ყავდეს? სპორტი ყველა ერთმანეთს უკეთესია, მაგრამ ჯუდოისტებს ყავდეს. რა თქმა უნდა. ძალოსნებს, მოჭიდავეებს, სულ ყველას უნდა ყავდეს თვითო თვითფრინავი და თითო ლამბორგინი. აი ეს ბიჭები არიან ქვეყანა. რა თქმა უნდა, ჩვენი სახე. თუ გინდა ქვეყანა, აი რო იკითხავ საქართველოს, ეგრევე გეტყვიან ამ ბიჭების სახელს, ხო? აი ეს ფეხბურთე ისა მეგარე. მამარდა. მე არ ვიცი ზმაო. თელ მსოფლიოს რო უყვარს. ახლა ხო იცი, ბელგიაში ცხოვრობ, ჩინეთშიც და დუბაიში ძირითადად, ხო? მე არ ვიცი, ეს ბიჭი როგორ უყვართ, მე გაუგნები. როგორ შეიძლება არ უყვარდეთ? მეც ხო იცი, ტრაბახო, კი, კაცო, ჩვენ ერთად გავიზარდეთ, მეძღვნები ვარ, ნათესავები ვარ და აი ეს არის მართლა, აი დიდი შრომის შედეგია. კი, მე ძალიან მართლა ისახებ, გეთანხმებით ბატონოგელა, მე სუყვები ამ ისტორიას, მოკლედ შევედი სპორტულ მაღაზიაში მილანში და ბიჭი აღმოჩნდა მკლავჭიდელი, რომელიც ამ მაღაზიის მენეჯერი იყო თან. და რომ გაიგო საქართველოსდან ვარ, ხალკიო იციო? მადლობა ღმერთს რომ ფოტო მქონდა ხალხთან გადაღებული, აი მე უთხარი, ჩემი ძმაკაცია, ერთად გავიზარდეთ ჩვენ, მე უთხარი და გადაცემაში რაღაცა და ამასო ერთის ფასათო 4 ბოტასი გაატანეთო. მე ის გამიკვირდა რომ ის ერთის ფასიც გადამახტევინა, მაგრამ ახლა ერთის ფასად 4 სპორტული ფეხსაცმელი არა ცუდი საჭირო. ახლა ერთი შეიძლება ერთი წუთი რომ მომცე. 2 და 4 წუთი. ხო, ახლა ერთი შვილი მყავს, მათე 22 წლისაა და ჩვენ სულ დუბაიში ვართ 30 წელია და ფეხბურთზე მივიყვანეთ. ძალიან აი სულით და გულით მინდოდა რომ მაგარი ფეხბურთელი ყოფილიყო, მაგრამ ჭო. იმდენად ყველაფერი აქვს, რომ ეს ამას შრომა უნდა, ხო? და რო უყურებ ეს დარება, მაგრამ რა არ შევპირდი, რა არ ვქენი და კი თამაშობს ამ დინამოში ახალგაზრდურში ბავშვია და დუბაიში ვარ და თუ გინდაო რომ მაგარი ვიყო, ახლა ერთ რაღაცას გეტყვი და ის უნდა იშოვო. რა არის ისეთი ახლა რომ შენ მითხრა და მადლიზა ითამაშებ ფეხბურთს და რა უნდა იყოს ისეთი რომ მე მთხოვო და დუბაიში თუ არის რომ ვერ ვიშოვო. თურმე დუბაიში ყოფილა ერთი მაღაზია, სადაც ყიდულობენ მარტო სპორტსმენები. აი ამ ბუცებია, რაღაც ხო იცი რაც არის ჩასაცმელი. ეკიპირება სპორტული. ეკიპირება ყველაფერი იქ არისო და რაღაცა სურათი ჩამიგდეს იმის ბუცის. მივედი ყველაზე დიდი სავაჭრო ცენტრი